Ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სკოლა სრულად იხსნის პასუხისმგებლობას დირექტორი პირველებთან. სატელეფონო კომუნიკაციის დროს ადასტურებს, რომ მათ მოსწავლეს მე-7 კლასელს სახეზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ეს შევერღებელი თვალითაც ძალიან მარტივი შესამჩნევი იყო, თუმცა მისი დაზიანებები არ იყო იმდენად მძიმე, რომ დამატებით გაეჩერებინათ სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ ის ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას, თუმცა მისი ძმა, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დღეს მასწავლებლები პირველებთან ინტერვიუში ამბობენ, რომ მშობლების პასუხისმგებლობაა ის გარჩევები, რომელიც სკოლის მიღმა ხდება, ამიტომ მათ პრაქტიკულად პასუხისმგებლობა სრულად ჩამოიშორეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გამოძიებას დაკავებული მხოლოდ ერთი პირი ყავს, ის არის 16 წლის არასრულწლოვანი, ასევე სკოლის მოსწავლე, თუმცა დანარჩენი ჯგუფის წევრები, რადგან საუბარია 15-მდე ადამიანზე, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევაში იღებდა მონაწილეობას, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია. მშობლებთან ჰქონდათ კომუნიკაცია? კი, როგორ არა, ბავშვს ნახე პირადად, თვალი ჰქონდა დალურჯებული და სხვა დაზიანებები არ ჰქონდა ბავშვს, რომელიც ჩვენი მოსწავლეა, მე-7 კლასელი ბავშვია და ნორმალურად არის სახლშია ბავშვი, სტაციონარში მოთავსება არ დასჭირდა და გამოძიება დაწყებული და დანარჩენი დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამოძიება ალბათ სრულყოფილად იტყვის სიმართლეს რეალურად რა მოხდა. ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით. რამდენ თუ საფრთხო გარემო ბავშვებისთვის? გარემო ბავშვებისთვის უსაფრთხო იმდენად არის, რაც მშობლები არ აქცევენ ყურადღებას და შედეგად ხდება ის, რაც ხდება, იმიტომ რომ ნებისმიერი შენიშვნა აღიქვამენ აგრესიით და შესაძლოა ეს არის. როცა რეალური სიტუაცია არის სიაბალაში გიძლია რომ თქვა, თუ რამე ესეთი ფაქტი იყო, მართლა ძალიან ცუდია და ესე ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ არის ხა ჭორებს ხოლმე გაავრცელებს მასწავლებელი. ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საგანგაშოა სტატისტიკა და კრიმინალური სუბკულტურის უფრო და უფრო მეტი ინტერესი ჩნდება არასრულწლოვნებში, მოზარდებში, რომლებიც არიან სკოლის მოსწავლეები და არა მხოლოდ ხშირად მიმართავენ ეს ადამიანები სწორედ ქურდულ სამყაროს, საიმისოთ, რომ გაარჩიონ სხვადასხვა დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უნდა მუშაობდეს საიმისოთ, რომ აღნიშნული ვითარება გამოსწორდეს, თუმცა კომპლექსური სამუშაოები უფლებადამცველების განმარტებით წლებია არ ხორციელდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზარდებში არის გაზრდილი კრიმინალური სუბკულტურის წევრობის სურვილი და ასევე გასული წლის კვლევამ გამოავლინა, რომ მოსახლეობის 21% თვლის, რომ მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრისა თუ უსამართლობის შემთხვევაში დასახმარებლად სწორედ კრიმინალურ სუბკულტურას მიმართავდა. ამ პრობლემის დაძლევა სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს კომპლექსურ და ჰოლისტიკურ მიდგომას და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინდივიდუალური ოჯახური თუ სოციალური გარემოებებისა თუ მიზეზების აღმოფხვრა ან საერთოდ დაძლევა, რომელიც ხელს უწყობს სწორედ მოზარდებსა თუ არასრულწლოვნებში აი ამ მენტალიტეტის გაძლიერებას. როდესაც ადამიანები ირჩევენ ხოლმე გზას, რომ დასახმარებლად მიმართონ კრიმინალური ავტორიტეტის წარმომადგენლებს, ეს არის ხოლმე განპირობებული მართლმსაჯულებისა თუ სამართალდამცავი სისტემების მიმართ უნდობლობით. იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი ქურდული სამყაროს შეურაცხყოფად აღიქვეს, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა სასტიკად სცემეს ძმები 13 და 15 წლის ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, მათ მძიმე დაზიანებები მიაყენეს. პირველების ინფორმაციით არსებობს ვიდეო ჩანაწერიც, რომელიც ანგარიშ სწორებას ადასტურებს.